მოგესალმებით მეგობრებო, დღეს შემოგთავაზებთ აჯაფსანდას შემწვარი ბადრიჯანით. ისე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ მიყვარს ბადრიჯანის შეწვა, მაგრამ რადგან ოჯახის წევრებს უნდათ, იძულებული ვარ ხანდახან მათი სურვილები შევასრულო. მოკლედ, დავჭერი ასე ბადრიჯანი, მარილი დავაყარე, გავაჩერე, გავწურე და შემდეგ, როგორც ხედავთ, ზეთში წვავ დავაწითლებ კარგად და შემდეგ უკვე გავაგრძელებ მომზადებას. აი ასე გამოიყურება უკვე შემწვარი ბადრიჯანი. ამასობაში გავამზადე პომიდორი, რომელიც ჩემს ბოსტანში მოვკრიფე და დავასხი მდუღარე. საკმაოდ მარტივად გადავაცალე კანი. შემდეგ დავჭერი, აი ასე. თვათ ძალიან წვრილად არა, მაგრამ როგორც შევწელი დავჭერი, მაინც უნდა მოიხარშოს ეს პომიდორი. აგერ მქონდა ესეც ბოსტანში მოვკრიფე ბულგარული, ცოტა უცნაურად გამოიყურება, მაგრამ არა უშავს, სამაგეროდ გემრიელია და იმავე ზეთში, რაშიც ბადრიჯანი შევწვი, მოვათავსე ბულგარული და პომიდორი. ცოტა წყალი დავამატე. თქვენი გემოვნებიდან გამომდინარე, გინდ უფრო მეტი დაამატეთ, გინდ საერთოდ არ დაამატოთ, პომიდორს გააჩნია რამდენად მეტი წვენი აქვს. ჩემი ამ შემთხვევაში არ იყო ისეთი წვნიანი და დამჭირდა წყლის დამატება და სანამ იქამდე გავაჩერე, სანამ კარგად არ მოიხარშა ბულგარული და თვითონ პომიდორიც, რა თქმა უნდა. შემდეგ დავამატე ამ ყველაფერს მომზადებულ ბულგარულს და პომიდორს დავამატე შემწვარი ბადრიჯანი, კარგად აურიე და მანამდე გამზადებული მქონდა მწვანილები. მწვანილებში არის რეჰანი, ოხრახუში, 2 ღერი ნიახური და ესეც კარგად აურიე. გამოვიყენე სვანური მარილი. ასე მოგწონს ჩვენ თავისი სუნელები აქვს სვანურ მარილს იცით და ეს ძალიან უხდება ბადრიჯანს. თქვენ სურვილის მიხედვით როგორც გენებოთ, ნებისმიერი მარილი შეგიძლიათ გამოიყენოთ და მწარე წიწაკა. დავამატე ასევე რამოდენიმე კბილი ნიორი, თქვენი გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ საერთოდაც არ დაამატოთ თუ არ მოგწონთ. 1-5 წუთი კიდევ გავაჩერე, რომ ერთმანეთში კარგად გამჯდარიყო გემოები. და შემდეგ გამოვრთე. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ და დაალაიქეთ ჩემი არხით დროებით. წარმატებები.